გამარჯობათ. არ მელოდი. მოვედი. გარეთ გავიდეთ ახლა. მოვედი. საათი ზუსტად 5 საათია. მარა დაახლოებით 4-ზე წამოვედით. აი 1 საათია გზაში ვარ, ფაქტიურად თავის ყველაფრიანად რო ვთქვათ. სანამ ახლა საქმე შეუდგები, საჭმელი უნდა გავაკეთო, დავთახები. 3 დღის ხო უბორკამქო თუ რაც აქვია გამქონდა. ხო და ეხლა მარტო მტვერსას რო წითუნ შემოვიარო, რომ ნერვები მქონდეს დაწყნარებული, თორე დიდი კი არაფერია. ხო, ეხლა გავიდეთ გარეთ. ტელეფონს ჩავიდებ ჯიბეში. და გავწადეთ. ყავა მოვატანე ნინოსთან, დილას არ მქონდა ყავა. უი, მართლა დილას დაგვიანებული ვლოგი. უბრალოდ ეხლა დაიდო დილის ვლოგი. ჩემი იმის სელფის ჯოხი, ჩემი დრონი, ყველაფერი ეგ ჩემთვის მაღლა მაქვს და ვიყურებოდი რაზე დავდობეთ კი და არ მაქვს აქ. ხო და ეხლა სანამ დავიწყებ რამენების გაკეთებას, ესენი სულ ჩემთან არიან. ვაიმე, აი ხარ თქვენ უნდა განახოთ და იცი რა მითხეს ინკუბატორის წიწილები. აი ეს წითელი ვირი რომ ირბის, ეგ არის ობოლა პირველი თემუს ინკუბატორის. დავათვალიეროთ. ნინო, საფუთხრა სელფის ჯოხი ჩამოიტანოს. მან ტელევიზორში დაბლა სელფის ჯოხი უნდა იყოს და მომაწოთ. შემოვლა გავაკეთოთ, ვიცით ამას გავიშლი რა. შორედას კი ნერვები ეშლება, მაგრამ სველი მაქვს თავი, ფაქტიურად იქიდანაც სველი წამოვედი. აი ესე გამიშრეს ცოტათი და შევიკრა. დღეს კაი ამინდია, მაგრამ როგორც გავიგე ხვალე ცუდი ამინდი უნდა იყოსო და წვიმაო და რაღაცაო. ვიღაცას მოხდება შენ სხვათა შორის. შენ შეგიძლია რომ გაკვეთილებს მიუტრიალდე. ერთი წამით. ოპა, საესე. დაჭერაც ადვილია და ცოტა მოშორებით იქნებით, თორე 3-4-ზე. ვაიმე, კინაღა ფეხი დაგადგი ქალო, თუ კაცო. 3-4-ზე გეგონება ვიღებ სურათს. ასე ვისეიროთ ახლა ჩვენს ეზოში. აი ყველაფერი გასაკეთებელი აღმერთო დაბლა ის ორი ქვაბს ხედავთ, გასახეხია, აი მაღლა ვედრაში წნელია და მაგის მაღლა კიდე პამიდორია, რომელიც უნდა დავატომატო და ზამთრისთვის საკერძეთ შევინახო. ბევრი არაფერი გამოვადვილი ამბავია ეგ, მაგრამ მაინც. ეხლა რაც შეეხება ჩემი თემუს ინკუბატორის 3 წიწილას განახებ, რომლებიც საექსხედან ინდაურთან ერთად. ამინდაურის გამოშვება მინდა, იმიტომ რომ აი პატარა წიწილებს აცლის ბუმბულებს და ჭამს, ნახე. ანუ არ სტკენს და არაფერს არ უშვება, არ სცემს, უბრალოდ ბუმბულების ჭამის ისა მანია. რა გჭირთ თქვენ? აი ესენი არიან ინკუბატორისები. აი მე რომელი კაკანებს გაფიცებ? მე მგონი მამალმა კოცხი დაგოხალხო, რა გაყვირებს შეუბედურო შენა, კვეცხი არ დადო მართლა შემთხვევით. ამათ უკვე ძილის დროა. ჩემი ვაშკაცები, გენაცვალე, ქალები და ბავშვები დარბია და ესენი ერთი ვაშკაცი ეს, აი ეს შავი, სულ ამის შვილები არიან ახლა რომლებსაც გაჩერდა ეს. მეორე ვაშკაცი. აი აქ არიან პაჭაწინები. მეთქი რა აფხაკულებს თუ ვინ აფხაკულებს. აბა არ დაგინახია. აბა ბავშვებო. აბა წყალიც არა გაქვთ, ისიც არა გაქვთ, ესიც არა გაქვთ და ნინოს უთხარი ხო აჭამებეთ კიდე კი კაცო. მეც არა მიხარ წყალს და უცხავ. ესე ავიკაპიწო. არა და ყავა მაქვს დასხული რომ ყავა უნდა ვლიო წესით.
არა, ჭუმაქრორას ვერ მივედი ყავამდე. ნუ ამოხტი. ჩახტი? ახლა ესე ნახეთ რა. აი ნახე, აჰა. ხვალე დაგილაგებ ხმადავრობას და ესენი კუპა ეს იაპონკა ნახეთ რა ერთი ბეწვა ღმერთო მუჭაში დაიჭე და ეს ამის ციცილები. ნახეთ სუშავები. კუჭის ნახე რა მხელა კუჭი და მემში. მე წყალიც გააქვს მეტი არ გინდათ. So აბა ჰე იმათვისაც დაუყრია საჭმელი. აი ამ გრანულს ეს არის ციცილების გრანული და კატაჭამს ხალხმა. ეხლა ეს უნდა რამე ჩავდო და იქ სადაც ქერიმას იქ შევინახოთ, თორე კატები ჭამენ გრანულს. თქვენ ყველას გიყრიათ, წყალი გაქვთ. შეგიძლიათ რომ სადმე მინდა დაჯდომა. დავვლით. ეხლა მოვშვი აქედან. ეს დიდი საქმე ისეთი არაფერი არ იყო სამსახურში, მაგრამ სამაგერო დალაგების დღე იყო. შუშები რაღაცები დავწმიდეთ, დავალაგეთ. აბა რა მოიტანა ლაშა ვნახოთ. ეს უნდა გავაკეთო ეხლა ისპანახი. მწვანელობიოც გვაქვს და ანუ მოდით ჯერ ამას გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ხვალამდე არ გაძლევს. მწვანელობიოს ხვალ გავაკეთებ. მაქვს კარტოფილი მე კომპოსტო და აი ეს ვაიმე ამაზე ვიждები. ყოველოვანი კომპოსტო ძალიან მიყვარს. უბრალოდ მარილში მოხარშული. და ბადრიჩანი. ხა გენდო დავაბიდაო. და ისპანახი კიდე გავაკეთო. ისპანახზე ვწვალობდი ხოლმე ხალხო. აუ დავსხდეთ რა, იქ ხარ ჩავიკოტო ფეხი, მაგრამ მეთქილება. აი ხო დავსხდეთ. ნახეთ ამ გარემოში. ой, აქიოლი. რა გიდა ფისო? გაუმარჯოს. ფეხს როგორ ვუწევ ხოლმე ამას და სულ ეჭედება ხალხო. ფისო თავი დაანები. სხვა სათამაშო ვერ ნახე ვერაფერი. ასე. გაუშვი. აი მე და დავიღალე ხალხო. ერთი დღეც და დავთავრდა. ой. იცი რა გამახსენდა შარშან ამ დროს? რომ ვდგებოდი ამ დროს. ისი ამ დროს არ ვდგებოდი ხოლმე. სკოლისთვის კი ვდგებოდი, მაგრამ სადღაც 7-ზე ვდგებოდი ხოლმე, 7-ის ნახევარზე არ ვდგებოდი. ხო და ეს პერიოდი რო იყო ახალი დაწყებული რომ მქონდა ერთი თვის სამუშაო და რაღაცა როგორ მეზარებოდა ხოლმე უბრალოდ დილით ადგო. მე მივეჩვი, ნუ ნახევარი საათ ადრე იმაზე ადრე ვიღვიძებდი 3 დღე ვიდრე ვდგებოდი რა და ანუ მაგით არაფერი შეიძლება რომ სამსახურს მორჩები, იმიტომ რომ მაინც მასე უნდა ავდგე ხოლმე. ჯერ დღეები არ ვიცი ნინოსთან რომელ დღეებში ხვალ მოიფიქრებს ხვალამდე. ხვალ არის 29, 4 შაბათია, 30-ია და 5 შაბათია, პირველია და პარასკევია. 2-3 სახში ვარ, ანუ 4-დან ვნახოთ რომელ დღეებში დამიძახებს ნინო. რომელ დღეებში გავალ. ой. არა ფიქრობდი, იქ მართლა მომენატრება იქავრობა. ესე იგი ხვალ დილით მე რომ ვნახავ გიას და წავა ვეღარ ნახავ. მე და ბეკას ფილმ. არა უშავ Facebook-ზე ის ჩატეს. მოვიკითხავ ხოლმე ხალხს. მე
აი რო გამოთბება მუხალისეც ჩავარ ხოლმე ერთი დრო. რა გაიყავა? ლელასგან მოვატანე ხან იმას. ხო, ისიც უნდა მე განახოთ, შპალიერი უნდა განახოთ, იმიტომ რომ ზუსტად მაგ ადგილას გავწყვიტე ჩემი ვლოგი და ვერა და ვერ განახეთ და ვერაფრით ვერ განახეთ. აბა ვნახოთ თუ აიტვირთა ბოლომდე. ნახოთ. ხახლო Facebook-ს რო ვაწვევი, ესე მიწერს რომ აი ჩაირთო. ესე იგი მე მინდოდა აიტვირთა თუ არა ვიდეო. ატვირთულა პირველი 20 წუთი და ას რაღაცა. მაი შორე შენ კომენტარს ველოდებოდი იდგა, იმიტომ რომ დილანდელი ვლოგი რომელიც ახლა აიტვირთა, ეხა ავტვირთე, რატო იცი, განა ვერ მოვასწრებდი ხახო დილას ატვირთვას და მაღლა დავდე რომ სანამ ვიდეო გაკეთდებოდა, მე ხან წიწილა, მე ტოსტები გავუკეთე, დილის ჩაი გავუკეთე, მე ცოტა ეს მივალაგე რაღაცა და ანუ ის გამომრჩა რომ ის ვიდეო რო გაკეთდა, იმას ატვირთვა უნდა ქალო და ბოლო 5 წუთში გამახსენდა სანამ გამოვიდოდით და აზრი აღარ აქვს, მაინც ვერ მოვასწრებდი სანამ წავიდოდი. შორენა მეკითხება კატაზე რა, რომ ფეხებთანო რომელი გიწევსო. რანაირად გაცვიაო. რანაირად გოგო ციოდა და პიჟამოზე ზემოდან რომ აი ეს მეცვა, თუ როგორ მეცვა, რაღაცნაირად მეცვა და ზემოდან კიდე ხალათი მეცვა. შედაურულად, უფ. ხო, ამ თემს რაღა უნდა, მაინც ახლა ეთყობა იცის ხოლმე ხელფასის დრო რომ მოვახვამე და ხელფასს რო ვიღებ, ხოლმე თემუს მესიჯებიც მოდის. ეკაცი ვიღაცა ვინ არის მეგობრებას აქვს ხოლოსო. ამიტომ არ დავმეგობროთ. არ მინდა რომ დაგამძიმოთ და რაღაცა, მაგრამ თქვენც კი ყველანი ნახავდით რომელი კადრებიც ძალიან ის იყო ამ პერიოდში ახალგაზრდა წყვილზე, რომლებმაც 3 თვის წინ იქორწინეს და ქორწილში მიმავლები თუ მოკლედ ქორწილის ამბავში იყვნენ ისევ სხვის ქორწილის და მანქანა ამოუბრუნდათ 19 წლის ბიჭი თავის მეუღლესთან ერთად 3 თვის წინ დაქორწინებული გარდაიცვალა. გოგო ფეხმძიმე 3 თვის ფეხმძიმე სიკვდილს ებრძვის და წეღას რამ სასიხარულო არის ხო წეღა Facebook-ზე ვნახე რომ უკეთ არისო გოგო არ ვიცი რამდენად მართალია ღმერთს ვთხოვ რომ მართალი იყოს ბავშვი არსებობს უფლის მადლით არაფერი დაზიანებულა და რომ იტყვიან სიკვდილს ებრძვიან და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აი რა მთელი უცნობი ხალხი მთელი საქართველო მისთვის ლოცულობს ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დაუსხლტება სიკვდილს ხელიდან თავის ანგელოსთან ერთად იმიტომ რომ ძალიან ბევრის გადატანა მოუწევს ისედაც 3 თვის გათხოვილი გოგო ბავშვი რამხელა ტკივილის წინაშე დადგება რამდენი უნდა გაიაროს ჯერ რომ აი მე არ ვიცი წინ რა ელოდება მაგრამ თავარი ხა ის არის რომ იმედია ძალიან დიდი იმედი და დილას რო წავიკითხე ძალიან გამიხარდა რომ თითი ამოძრავაო თუ რაღაცა უკეთესი ნიშნები არისო სიცოცხლისკე გადმოსული და ძალიან გამიხარდა და მეორე მხარეც მინდა ვთქვა საკითხის ესეთი საკითხის რომ ზოგადად რო არსებობენ Facebook თუ არა აქვს მნიშვნელობა TikTok გვერდებია თუ რა არის არსებობენ გვერდები რომლებიც აი ესეთ ადამიანის ემოციებზე და ესეთი ამბების გაზიარებით სრულ ინფორმაციით და იმით იკვებებიან არ ვიცი რაში გაწყობთ ლაიქები თუნდაც კომენტარები თუ
რატო ხან ვის მოკლავენ, ხან ვიზედებენ სრულ ინფორმაციას და მე ვიღაცა გადაიტასის სხვანაირადებს არ შეიძლება ხალხნო ესეთი რაღაცა არაფერი არ ბევრჯერ ცოცხალ ადამიანზე დაუწერიათ და მიუხედავად იმისა რომ ხა ვიღაცა როა ცნობილი არ ვიცნობ და ის შევწუხებული ვარ რომ აუცილებლად საწყალი რაღაცა და თურმე ის ცოცხალი წარმოიდგე ვიღაცა იმის ოჯახის წევრი რომ ნახულობდეს ამას ხო გაუსკდა გული არ ვიცი რაღაცა ძალიან მიჭრებით ხოლმე ეგეთ ამბავში და არ ვიცით ან რაზე უნდა ვიღლიცინოთ, ან რაზე უნდა ვიცინოთ, ვიხუმროთ, გავავრცელოთ, არ ვიცით. არ ვიცი რას ემსახურება, თუნდაც ამ წვიმზე წერდნენ, რომ ეს ავარია რო იყო და კადრებია ჩვენეს და რაღაცა, მალევე გავრცელდა რა ინფორმაცია, რომ ვინ იყო და ვინები იყვნენ. შევედი კომენტარებში და ყველა რო წერდა რომ ბიჭი დაიღუპა და რაღაცა ჯერ როგორი სიმწარია მე სანამ მიხვდები რა როგორანაირად იყო ეს ბავშვი მე რო თქვენ ცოლიცო ფეხძიმეო და ისიც და დაიღუპაო მერთმა შოროს რო არიცი ინფორმაცია რატო ავრცელებ ესე და რატო სწვეთ ადამიანს გულს იმიტომ რომ მე თუ არ ვიცნობ რამდენი ადამიანია ვინც მასე გაიგო იცი მაგათი ამბავი და ღმერთმა აშოროს კიდევაც თქვი აგლოვეს ცოცხალი ადამიანი. ის ბიჭი დედის ერთა ყოფილა როგორც ვიცი და თავარი საკითხი ხალხნო ქორწილში. აი ხა თუ ვინმე მისმენთ, ვისაც ან ქორწილი უნდა გქონდეს, ან ერთი სული გაქვთ ქორწილში წახვიდეთ თქვენი მანქანი და ან ქირაობენ მანქანებს საქორწილოდ. ნუ აკეთებთ ხალხნო, ჯერ თქვენ თავებს ხო იუბედურებთ. თქვენ ოჯახებს ხო აუბედურებთ იმ ქორწილს ხო იმ მეფე პატარძალს აშხამებთ ის ბედნიერი დღე რომელიც მათთვის კარგი მოგონება უნდა იყოს ფაქტიურად აშხამებთ და არაფერი აღარ არჩება იმათგან ნელაიარებთ არ არის აუცილებელი პირველი მიხვიდეთ არ არის აუცილებელი მაინდამაინც პატარძლის მანქანასაც დიოთ ბევრი უბედურობა ხდება და საფრთხოდ ბევრი მოხდება კიდე ქორწილი გროიგებ რომ აი მე მაგალითად პირადად ქორწილს რო ვიგებ აქ რო სიგნალებია რაღაცა და ხო იტყვი რა რომ ღმერთმა ბედნიერები ამყოფოს მაგრამ მეორეს ეგრევე მიაყოლებ რომ ღმერთმა მშვიდობით ჩაამთავრებინოს ან ქორწილს რო იგებ სადღაცას უკან აი ფიქრობ სადღაცას რომ ქორწილი ყველა ქორწილი თამდევია ან მატარებელია რაღაცა უბედურების მოლოდინის უკაკ სულ რა გგონიათ ეს მანქანები დრიფტაობა და ეს ყირთაბალა გადასვლა აბა რა არის ხლა ეს დედის ერთა ბავშვი 19 წლის დაიღუპა და მეორე მისი მეუღლე ბავშვი ისიც რომელიც ბავშვს ელოდება წევს გათიშული კომაში რის გამო ჩაშხამდათ 3 თვის წინანდელი ქორწილი შეუღლება ამათი ქორწილი ვის ქორწილშიც მიდიოდნენ თუ რაც იყო დედის ერთა ბიჭი აღარ აყავ დედას არ ვიცი რამდენნაირად შეიძლება ეს უბედურობა ჩამოთვალო და შემოატრიალო და რა ვიცი ვინმე გაიაზრებს რომ მე რო ქორწილში მივდივარ ჩემი მანქანით და ხალხი რომ იზის კიდე ხალხი რომ იზის ჩემ თავზე რო ვარ პასუხისმგებელი ჩემ სულზე და მე იმათზე კიდე და ასე დაუგდევრად ვიქცევ მეორე საკითხი ის არის კიდე რომ შენ წყნარად მიდიხარ და ვიღაცა ესეთი გეტაკება რამდენი არის ეგეთი სრულიად არავინ რომ საერთოდ არც ფიქრობს არც გასწრებას არ რაღაცა და ვიღაცა რო შეასკდება რამდენია ძალიან ბევრი ძალიან მეშინია ქორწილების მართლა
მე რო ეხა ქორწილში ვიყავი და ჟაშანაც და რაღაცა ქორწილში რო სადაც ზივარ ხოლმე ჩემი მამიდაშვილის მანქან სულ რო დავიძინო სულ აზრათაც არ მომინება ჯვარი წერია ყველას რომ რამეს დააშავებს გადმოუსწრებს და რაღაცა ცუდად ივლის და რამე დაგემშვიდობებით ეხლა მაგრამ მანამდე მინდა ჩემი შპალიერი განახოთ რომელზეც ნერვიულობდი რამდენად კარგი გამოვიდოდა ნახეთ ხალხნა ეს არის ერთი და იგი. ნახეთ როგორი ფაქტურა აქვს ახლოდან. ნახეთ ძალიან ლამაზია. და ერთმანეთთან იდეალურად მიდის. კარგი მზათა. უბრალოდ არ ჩამოვაბით რომ როგორც ამას წაუსვი ლაკი, ისე უნდა წაუსვა ამას არა. აი შიგნით მხარეს უნდა წაუსვა ლაკი. და რაც შეეხება ამას, ჩარჩოზე გადავაკარებ ეს. უნდა ვიყიდოთ ის ბრტყელი კუთხეების რო და იმას მივაკრათ, რომ ლამაზად ჩაჯდეს ეს. ყველაფერი მორჩენილი ვარ, სუ. ზუსტად 5 საათი ვაკეთებ ეს. ზუსტად 5 საათი თარლა შევიდიოდა საქეიფოთ და იქიდან ხო ურეკავდნენ ბიჭები სადახარო და იმალე მორჩილი, მალე მორჩილი რაღაცა ძარს ჩვენ ვიყავით და ძარს ის ბიჭები და მაინც გავედით ბოლოში. ფიქრობდით რომ ესა და ეს გავაკეთოთ მეთქი და წადით ხოლმე. მე რო დარეკა ჯერ კიდე რაღაცებს ამზადებდნენ ბიჭები და მოდიო ისეც ეს გავაკეთე. და ბიჭებმა თქვეს რომ სადაც 1 საათში მორჩებიო რაღაცა და მოდიო ისეც გავაკეთოთ და გავაკეთეთ და დავთავრეთ ასე რომ მორჩით ხალხო აი ესეთი გამოვიდა ძალიან საყვარელი ოთახი. ფარდას რაც შეეხება ღია ფერი მინდა მაგრამ ფარდაზე ჯერ თავში ვიკავე იმიტომ რომ ნამდვილად ჩავაშპარებ როგორ გითხრათ ერთი ეს დავჭა და სამი ის ერთით მაგ კარგიც რაკედა თუ გითხარით მაგრამ შპარიელს თავს სიატო შევიკავე ჯერ იატაკი კი ზუსტად ესეთი უნდა ვიყიდოთ რაც აქ მაქვს მაგრამ ისა საძინებელს როგორცაც ვიყიდი მინდა რომ ისე შემოხაბო თუ ღია ფერი იქნება ღია ფერს უფრო ღია ფერი მინდა და ნახოთ რა იქნება რა მოკლედ მართლა ლამაზი გამოვიდა რა მე მომწონს რომელია საათი 6:25 წუთია სადღაც 7-ისთვის ავტვირთავ ამ ვიდეოს იმიტომ რომ სადაც 20 წუთი არც არის რაც ის ვიდეო აიტვირთა და იყოს ჯერ ისიდოს დროებით ახლა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით პაკა ექშორედასთვის არის პაკა